აი ამ რაღაც აბსურდის თეატრიდან გამოვიდნენ და ბოლომდე დასრულდეს ეს პროცესი, იმიტომ რომ ის რომ დღესაც კი, როდესაც ძალიან კარგია რომ გარეთ არიან, ის რომ მათ აქვთ გირაო შეფარდებული, ის რომ მათ 50,000 ლარი უნდა გადაიხადონ, ის რომ ჯერ საბოლოოდ არ დაერქვა ყველაფერს თავის სახელი და ეს ადამიანები აგრძელებენ უსამართლად დაჩაგრულ მდგომარეობაში ყოფნას, ეს არის უპირველესი ამოცანა და ნამდვილად ბოლომდე მისაყვანია. რაც შეეხება მთლიანად ვინ არის პასუხისმგებელი და შეფასებას, აქ ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სიტუაციიდან გამოვიტანოთ გაკვეთილი, დავარქვათ თავის სახელი, რა პრობლემა გვაქვს ქვეყანაში და როგორ გამოვასწოროთ ის. მე ესეც არ შემიძლია არ დავიწყო იმითი, რომ არ ვისაუბრო იმ პასუხისმგებლობაზე და იმ ბრალზე, რომელსაც მე ვგრძნობ ამ ადამიანების წინაშე, იმიტომ რომ მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლებაში როგორც მინიმუმ ძალიან დაგვიანებული იყო. როგორც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ასევე ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ნამდვილად იყო, ამიტომ მე ვერ დავიწყებ დღევანდელ შეფასებაზე საუბარს თუ არ დავაფიქსირებ ამ ჩემ პასუხისმგებლობას. ანუ თქვენ ემიჯნებითო თინა ბოხუჩავას რაც კითხა ლევანმა, ეხლა მე ვიღებ პასუხისმგებლობას. დიახ. მე არაფერს არ ვემიჯნები, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვგრძნობ ბრალეულობას, რომ ის რომ დღეს 5 წლის შემდეგ ხელისუფლების ცვლილების გამო ეს არ მომხდარა, მათ შორის ნამდვილად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ბევრად ადრე უნდა შეცვლილიყო ეს და ზოგადად ცუდია, რომ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში ვერ მოვახერხეთ, გქონდეს მართლაც თავისუფალი სასამართლო და აბსოლუტურად არაპოლიტიზირებული პოლიცია. ეხლა რაც მდგომარეობაში ვართ დღეს და არის ეს რაღაც ცალკე პოლიციელის პრობლემა თუ მთლიანად სისტემის პრობლემა. პირველ რიგში ეხლა ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, მაგალითად თენგო გუნავას ჩაუდეს იარაღი, მე თქვენს რომ არ ქონია იარაღი, მაგრამ არავინ არ დასჯილა. ანუ მაშინ ჩვენ არ დავარქვით ყველაფერს თავის სახელი და ის რომ არავინ არ დასჯილა, ამან გახსნა აი ეს დაუსჯელობის სივრცე, რომელიც გრძელდება და მივიდა დღეს ჩვენ უბრალოდ მოქალაქემდე, იქ პოლიტიკური ინტერესი იყო, დღეს უბრალოდ წესიერ მოქალაქემდე მივიდა, ამიტომ ვიძახით ჩვენ სულ რომ პრინციპული არის დაისაჯოს და დაერქვას თავის სახელი. ეხლა და კიდე ბევრი სხვა შემთხვევა იყო, როდესაც იგივე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროს რაც მოხდა ადამიანი გათელეს. ხო, აი სხვა შორის Facebook-ზე მომწერეს ეხლა მე არ მინდა რომ ერთ მაყურებელს მაინც გაუჩნდეს განცდა რომ მე რაიმე კითხვას არ ვსვამ, რომ გრიგოლიას შეახსენეთ კალაძის ჩარევის დროს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში რაც მოხდაო, ამიტომ ზუსტი ფორმულირებით ეხლა ვკითხულობ ამ შეკითხვას და ეხლა თქვენ საუბრობთ ამაზე. ეს იყო მაყურებელი. ხო, იმიტომ რომ ესეც იმიტომ რომ თუ აი ესეთი რაღაცა როცა ერთხელ ხდება, არ ისჯება არავინ ამ ჩადებისთვის და იქ ნუ ძალიან ძიმე სიტუაცია იყო, მე მართლაც ღამეს ვათევდი პოლიციასთან, მე ხედავდი პოლიციის რეაქციას და ხედავდი პოლიტიკურ რეაქციას, რომ აქ უბრალოდ მისი ხმა იქ არ უნდა ყოფილიყო, ჭირდებოდათ რომ მას ხმა არ მიეცა და ამის გამო გათელეს უბრალოდ ოჯახი. და იქაც არავინ არ დასჯილა. ანუ დღეს მივედით სიტუაციამდე, როდესაც ეს პრაქტიკა, ეს პირველი შემთხვევა არის დამკვიდრდა. ეხლა არის თუ არა ეს ცალკეული პოლიციელის პრობლემა თუ სისტემური პრობლემა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, გამოვიდა კლიპი, რომელიც ვიღაცას არ მოეწონა და დღეების განმავლობაში როგორც მინიმუმ მიდიოდა ამაზე მუშაობა, ასე თქვა, წაშალე, რატო დაბლარა, ხო, ისა და ზოგადად ჩემი საკუთარი თვალით ნახე აგეთ ადამიანის მობილურში ეს მიმოწვა. ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ ამ ადამიანებზე დაჭერის შემდეგ იყო ზეწოლა, რომ აღიარებით ჩვენება მიეცათ და ეს უკვე ცდება რაღაც ერთი ცალკეული პოლიციელის საკითხს ნამდვილად და კიდევ უფრო მეტი. მოსამართლე სასამართლოზე მე შევხვდი იმ ადამიანს, ვინც ესწრებოდნენ სასამართლოზე, მეგობრებს გიორგის სტუდენტებს, რომლებიც მართლა შოკირებულები იყვნენ. ეს არის თაობა, რომელსაც სხვა მოლოდინები აქვს ჩვენგან, პოლიტიკოსებისგან და ხელისუფლებისგან. იცახდე რომ რეპის კლიპზე ლაპარაკობდნენ სასამართლოსაც. კლიპზე იყო ლაპარაკი პირდაპირ, ანუ დაუფარავად ხდებოდა პირდაპირ სასამართლოს დარბაზში და აი ეს რას ნიშნავს მოსამართლე ეს იმას ნიშნავს რომ სისტემური პრობლემაა და არა ცალკეული პოლიტიკა. ჩვენ თუ ეს დიაგნოზი არ დავსვით, უბრალოდ ვერ წავით წინ და ვერ გადავახართ და კიდევ უფრო მეტი. დიახ, და კიდევ უფრო მეტი. ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც ანუ პოლიტიკური შეფასება მიცა, კლიპზე დაგვიწყო ლაპარაკი. რა მნიშვნელობა აქვს ვის მოწონს ეს კლიპი და ვის არ მოწონს? ჩვენ უნდა დავიცვათ ყველაზე განსხვავებული და ყველაზე ჩვენთვის მიუღებელი აზრი, ნებისმიერი ფორმა.
აი, ამიტომ მოდით მართლაც იმიტომ რომ გადაიჭრას ეს პრობლემები, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ნუ გადაწყდება ეს ერთ ცალკეულ პოლიციელზე, ჯერ ერთი დროზე დასრულდეს ეს პროცესი. ახლა ყველამ ვიცით რომ ამ ადამიანებს არედო, მე ძალიან თავს ვიკავებ ხოლმე და სულ კითხვის ნიშნებს, რომ ამ შემთხვევაში კითხვის ნიშანი უბრალოდ არ არსებობს, არანაირი ნარკოტიკი ამ ადამიანებს არ ქონიათ, არც სისხლში არ ქონიათ, ამიტომ დროზე დასრულდეს ეს მარაზმი ამ ადამიანების წინაშე და მეორე დაერქვას ამას სამართლებრივი და პოლიტიკური სახელი და შევცვალოთ ეს დამოკიდებული. ვიღაცა პოლიტიკურათაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს, როცა სასამართლო რიგითი ეს არის დამოკიდებულება. ეს არის მინისტრი, ეს არის ჯეჯელავას პასუხისგებლობა, ეს არის ზოგადად სისტემური პასუხისგებლობა. ნუ ეს ჯეჯელავა ცალკე თემა, ამაზე თუ გნებავთ ცალკე სასამართლო. პიროვნებების თემა კი აქ, პიროვნებების თემა კი არ არის. ჩვენ სასამართლო არ შევცვალეთ. თუ ჩვენ არ გავაუქმეთ თუ ჩვენ არ გავაუქმეთ პოლიტიკური პოლიცია, თუ არ გავაუქმეთ სუსი, რომელზეც 100 მილიონზე მეტი იხარჯება, სულ ესდებათ ბიუჯეტი. ეს თუ არ შეიცვალა, მე რა ვქნათ? ეხლა ნარკოპოლიტიკის პლატფორმა ძლიერია და მართლაც იცავენ ცალკეულ ადამიანებს იკრიბებიან. ვიღაცა ან რომ ვერ გაიგონ, ან იარაღი რო ჩაუდონ, ვინ უნდა დაიცვას ეს ადამიანი? ამის იმედზე უნდა ვიყოთ ჩვენ მუდმივად? მადლობა ელენე, წარმატებას გისურვებთ. ალბათ ჩვენ შევხვდებით უახლოეს მომავალში უკვე არჩევნებთან დაკავშირებით აქ ამ სტუდიაში და მე ბევრ დეტალზე უკვე ღიად პირდაპირ ვისაუბრებთ. წარმატებები თქვენ, ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია საუბრობდა, მე მინდა ლევანთან და თინასთან ბოლო კითხვა დავსვა.